2000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჩინეთში კონფუციუსის სწავლებებს იყენებდნენ როგორც განათლების, ოჯახის, მმართველობისა და ადამიანებთან ურთიერთობის გზამკვლევს. მისი სიტყვებით სასწავლიდნენ სკოლებში. ამას ასევე სწავლობდნენ ჩინოვნიკები და იყენებდნენ როგორც საფუძველს კარგი ლიდერის ჩამოყალიბებისთვის. თუმცა კონფუციუსის იდეები არ დაბადებულა მშვიდობიან ეპოქაში. კონფუციუსი ცხოვრობდა იმ დროს, როდესაც ჩინეთში ძველი წესრიგი ნელ-ნელა ინგრეოდა. ბევრი სახელმწიფო იბრძოდა მიწისა და ძალაუფლებისთვის. მეფე სუსტი იყო, ომები ხშირი. ღალატი და დაპირისპირება ძლიერ ოჯახებს შორის. ასეთ სამყაროში დაიწყო კონფუციუსმა კითხვა: როგორ შეიძლება წესრიგის დაბრუნება თუ თავად ლიდერები არ იციან მართვა? როგორ შეიძლება ქვეყანა იყოს მშვიდობიანი თუ ოჯახში არ არის პატივისცემა და პასუხისგებლობა? და შესაძლებელია თუ არა საზოგადოების შეცვლა კეთილი ქცევით ძალადობის ნაცვლად? იმის გასაგებად თუ რატომ გახდა ეს მშვიდობიანი კითხვები მნიშვნელოვანი? ჯერ უნდა დაუბრუნდეთ ჩინეთის მდგომარეობას კონფუციუსის დაბადებამდე. კონფუციუსის ეპოქამდე 500 წელზე მეტი ხნით ადრე ჟოუს დინასტიამ დაამხო ყოფილი შანგის დინასტია. ჯოუს მმართველებმა განაცხადეს, რომ მათი წარმატება ეგრეთ წოდებული ზეციური მანდატის დამსახურებაა. ამ რწმენის მიხედვით სამართლიან და პასუხისგებელ მეფეს ზეცა აძლევს მმართველობის უფლებას. როდესაც მეფე სასტიკი ხდება, თუ მეფე გახდება ხარბი ან ყურადღებო, მას შეიძლება ეს უფლება წაართვან. ასე აჩვენეს ჟოუს მმართველებმა, რომ შანგის უკანასკნელმა მეფემ ზეცის მხარდაჭერა დაკარგა და ამიტომ ძალაუფლება მათ გადაეცათ. მაგრამ როგორ მოახერხეს მათ ეს დაპყრობა? მთელი ტერიტორიის სამართავად ჟოუს მეფეებმა მიწა და ძალაუფლება გადასცეს თავიანთ ნათესავებსა და მოკავშირეებს. ეს ადამიანები მართავდნენ სხვადასხვა რეგიონებს. სანაცვლოდ მათგან მოელოდნენ, რომ აღიარებდნენ მეფის ძალაუფლებას და საჭიროების შემთხვევაში ჯარსა და მხარდაჭერას გაუწევდნენ მას. თავდაპირველად ამ სისტემამ ხელი შეუწყო სტაბილურობის შენარჩუნებას. თუმცა საუკუნეების განმავლობაში თითოეული რეგიონის მმართველები უფრო და უფრო ძლიერდებოდნენ. მათ უკვე ჰყავდათ საკუთარი არმია, საკუთარი სიმდიდრე და საკუთარი ინტერესები. ნელ-ნელა ისინი იქცეოდნენ როგორც დამოუკიდებელი მეფეები. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ჟოუს მმართველს მხოლოდ სახელით აღიარებდნენ. და 771 წელს ჩვენს ერამდე ჟოუს დასავლეთ დედაქალაქზე თავდასხმა გახორციელდა. ამიტომ დარჩენილი სამეფო ოჯახის წევრები იძულებულნი გახდნენ გადაენაცვლათ აღმოსავლეთში და იქ დააარსეს თავიანთი ცენტრი ლოიში. სწორედ აქედან დაიწყო აღმოსავლეთ ჟოუს დინასტია. ჩინეთის აღიარებული მმართველი კვლავ ჟოუს მეფე იყო, მაგრამ მისი ძალაუფლება თითქმის მხოლოდ სახელით არსებობდა. მხოლოდ რამდენიმე ტერიტორია ემორჩილებოდა მას პირდაპირ. ნამდვილი ძალაუფლება სხვადასხვა სახელმწიფოს ხელში იყო. თითოეულ სახელმწიფოს ჰყავდა საკუთარი მმართველი, საკუთარი არმია და დამოუკიდებლად იღებდა გადაწყვეტილებებს. ისინი თავად დებდნენ შეთანხმებებს და ომობდნენ სხვა სახელმწიფოებთან, რათა გაეფართოებინათ თავიანთი ტერიტორია. ამ პერიოდს უწოდებენ გაზაფხულისა და შემოდგომის ხანას. სახელი მომდინარეობს ძველი ჩანაწერიდან, რომელიც ლუს სახელმწიფოს მოვლენებს აღწერს. ამ პერიოდში ცხოვრობდა კონფუცი. ლუ უკვე სახელმწიფო იყო მანამდე, სანამ კონფუცი დაიბადებოდა. ის დაარსდა ჟოუს დინასტიის ადრეულ პერიოდში და მას მართავდა ოჯახი, რომელიც ჟოუს მეფეებთან ახლოს იყო. ამის გამო ლუში უკეთ ინახავდნენ ძველ რიტუალებს. ჟოუს მუსიკასა და ტრადიციებს. ამ ტრადიციებში შედიოდა დაკრძალვის სწორი წესი, წინაპრების პატივისცემა, სტუმრის მიღება, ქორწინება, თაყვანისცემა და ურთიერთობა მოხელეებთან. ეს ტრადიციები მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ასწავლიან თითოეულ ადამიანს, როგორ მოიქცეს სწორად ოჯახში და საზოგადოებაში. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ლუ ძველ ტრადიციებს აფასებდა, მისი მთავრობა მაინც არეულობაში იყო. ლუს მმართველი და რამდენიმე მდიდარი ოჯახი ძალაუფლებისთვის იბრძოდნენ. როცა ძლიერები ერთმანეთს ედავებიან, ჩაოულებრივი მოქალაქეები ყველაზე მეტად იტანჯებიან. ასეთ გარემოში გაიზარდა კონფუცი. ყოველდღე ხედავდა ჟოუს ძველ ტრადიციებს, მაგრამ ისიც ხედავდა, როგორ ინგრეოდა წესრიგი ძალაუფლებისთვის ბრძოლით. ასეთ არეულ დროს დაიბადა ბავშვი, რომელსაც კონფუცი უწოდეს. მისი ტრადიციული დაბადების წელი 551 წელია. ჩვენს წელთაღრიცხვამდე. ამბობენ, რომ ის დაიბადა ზუს რეგიონში, ხუფუსთან ახლოს. მისი სახელი იყო კონგ კიუ. როცა გაიზარდა, მას კონგ ძიცი უწოდეს, რაც ნიშნავს ოსტატ კონგს. სახელი კონფუცი მხოლოდ ბევრად მოგვიანებით, საუკუნეების შემდეგ გამოჩნდა. ეს სახელი ევროპელმა იეზუიტმა მამებმა გამოიყენეს როგორც ლათინური ფორმა, კონგ ფუძის სახელისა. ესეც ნიშნავს ოსტატ კონგს. ამიტომ დასავლეთში ის უფრუცის სახელითაა ცნობილი. მისი დაბადებისა და ოჯახის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ძალიან ცოტაა. მისი ცხოვრების შესახებ ყველაზე დეტალური უძველესი ამბავი სიმა ციენმა დაწერა. ის იყო გამოჩენილი ჩინელი ისტორიკოსი, რომელიც კონფუცის შემდეგ 300 წელზე მეტი ხნის მერე ცხოვრობდა. კონფუცის გარდაცვალების შემდეგ ტრადიციის მიხედვით, რომელიც სიმა ციენმა აღწერა, კონფუცის მამა იყო შოუ შულიანგ ჰე.
ის იყო ლუს ოფიციალური პირი და მებრძოლი. შოუ შულიან ჰე უკვე მოხუცი იყო, როდესაც კონფუცი დაიბადა. კონფუცის დედად როგორც წესი მიიჩნევენ იან ჟენძაის. ძველი ამბები ასევე მოგვითხრობს, რომ მისი დედა ნიის მთაზე ლოცულობდა, სანამ კონფუცის გააჩენდა. სხვა ვერსიების მიხედვით, მან სიზმარში ნახა ცხოველი სახელად ცილინი, ლეგენდარული არსება, რომელიც განსაკუთრებულ დაბადებას მოასწავებს. ეს ამბები კონფუცის გარშემო ჩამოყალიბებული ტრადიციის ნაწილია. ისინი გაჩნდა მაშინ, როცა მომდევნო თაობები მას უფრო და უფრო დიდ პატივს სცემდნენ. არ არის ნათელი, რომელი დეტალია ნამდვილი და რომელი დამატებულია იმის საჩვენებლად, რომ ის განსაკუთრებული ადამიანი იყო დაბადებიდანვე. იგივე პრობლემა თითქმის მთელ მის ცხოვრებისეულ ამბავში გვხვდება. კონფუციმ არ დაუტოვებია საკუთარი ავტობიოგრაფია. ტექსტები, რომლებიც მის გასაცნობად გამოიყენება, მისი გარდაცვალების შემდეგ დაიწერა ან შეიქმნა. ყველაზე ცნობილი მათგანია ანალექტები, ანუ ჩინურად ლუნიუ. ეს არის კრებული. მოკლე საუბრები და გამონათქვამები, რომლებიც კონფუცის და მის მოსწავლეებს მიეწერება. დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ ანალექტები უშუალოდ მისმა მოწაფეებმა შეაგროვეს მისი გარდაცვალების შემდეგ. თანამედროვე კვლევები აჩვენებს, რომ წიგნი შეიძლება მრავალი თაობის განმავლობაში იქმნებოდა. შესაძლებელია მისი ზოგიერთი ნაწილი მართლაც კონფუცის ნამდვილი სიტყვებია, ხოლო სხვა ნაწილები მოგვიანებით მოწესრიგდა ან დაამატეს მისმა შემდგომმა მიმდევრებმა. ეს ნიშნავს, რომ საჭიროა სიფრთხილე, როდესაც ვცდილობთ განვასხვაოთ ნამდვილი კონფუცი და ის სახე, რომელიც მის შესახებ მის სიცოცხლის შემდეგ შეიქმნა. თუმცა ერთი მნიშვნელოვანი რამ ნათელია. კონფუცი გაიზარდა საზოგადოებაში, რომელიც კარგავდა ნდობას ლიდერების და ძველი სისტემის მიმართ. ის ხედავდა პირადი სიხარბის, არასწორი მმართველობისა და მოვალეობისადმი უპატივცემულობის შედეგებს. იგი არ დაბადებულა როგორც პრინცი ან ძლიერი სახელმწიფოს მემკვიდრე. ის იყო ბავშვი, რომელიც დაბალი ფენის არისტოკრატებიდან მოდიოდა და გაიზარდა მოხელეების რიტუალებისა და მმართველობის სამყაროსთან ახლოს. თუმცა მას არ ჰქონდა საკმარისი ძალაუფლება ბრძანებების გასაცემად. ძალაუფლების ამ ნაკლებობამ უბიძგა მას სხვა გზისკენ. იმის ნაცვლად, რომ მხოლოდ არმიაზე დაეხტნო, მან დაიწყო რწმენა, რომ ნამდვილი ცვლილება უნდა დაიწყოს პიროვნებიდან. კონფუცისთვის გარდად მოწყობილი ქვეყანა პირველ რიგში არლიბდება მეტი კანონების მიღებით. ეს იწყება იმ ადამიანებით, რომლებიც პატივისცემას იჩენენ, სწავლობენ, ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს და აჩვენებენ კარგ მაგალითს. მაგრამ სანამ ამ სწავლებებს გაავრცელებთ და ჯერ უნდა შეხვედროდა სიღარიბეს, დანაკარგს და ახალდაზრდობის შეზღუდულ შესაძლებლობებს. კონფუცის მამა მაშინ გარდაიცვალა, როცა ის პატარა იყო. ამის გამო ის და მისი დედა გაიზარდნენ სიმდიდრისა და გავლენის გარეშე, რომელიც კონგების ძლიერი საგვარეულოსგან მოდიოდა. ტრადიციული ამბების მიხედვით, კონფუცმა თავიდანვე არ იცოდა, სად იყო დაკრძალული მისი მამა. ასევე არსებობს ამბავი, რომ ბავშვობაში მას უყვარდა თასებისა და სხვა ცერემონიული ნივთების გამოყენება. ეს აჩვენებს, რამდენად ღრმა იყო მისი ინტერესი რიტუალებისა და ტრადიციების მიმართ. არსებობს ძველი ტექსტები, რომლებიც კონფუცის აღწერენ როგორც ძალიან მაღალსა და უჩვეულო თავის ფორმის მქონეს. მიუხედავად შეზღუდული ცხოვრების პირობებისა, კონფუცმა მიიღო ისეთი განათლება, რომელიც ჩვეულებრივ იმ მამაკაცებს ეძლეოდათ, ვისაც სახელმწიფო სამსახურში მუშაობა შეეძლოთ. სწავლების ნაწილი იყო 6 ხელოვნება: რიტუალი და სწორი ქცევა, მუსიკა, შვილდოსნობა, ეტლის მართვა, წერა და მათემატიკა. ამ უნარების მიზანი იყო ადამიანის საზოგადოებაში და სახელმწიფო სამსახურში მსახურისთვის მომებისთვის მომზადება. თუმცა კონფუცისთვის მხოლოდ ცოდნა საკმარისი არ იყო. აუცილებელია მისი გამოყენება საკუთარი ქცევის გასაუმჯობესებლად. ერთ-ერთი განცხადების მიხედვით, რომელიც მას მიეწერება, მან თავი მიუძუნა სწავლას 15 წლის ასაკში. კონფუცისთვის განათლება მხოლოდ დამახსოვრება არ არის. აუცილებელია, რომ ადამიანის ქცევაში აისახოს ის, რაც ისწავლა. ადამიანი, რომელიც სწავლობს პატიოსნებას, უნდა იყოს სანდო. ვინც სწავლობს პატივისცემას, უნდა იცოდეს, როგორ აღიაროს სხვა ადამიანის როლი. და ვისაც სურს ლიდერობა, ჯერ უნდა ისწავლოს საკუთარი თავის მართვა. აქ ჩამოყალიბდა კონფუცის რწმენა, რომ ღირსება მხოლოდ ოჯახის სახელზე, სიმდიდრესა თუ ტიტულზე არ არის დამოკიდებული. მისთვის ნამდვილი ღირსეული ადამიანი გამოირჩევა დისციპლინით, ცოდნით, მზრუნველობითა და სწორად მოქცევით. მისი დედა გარდაიცვალა მაშინ, როცა კონფუცი თინეიჯერობის ბოლოს ან ადრეულ 20-იან წლებში იყო. ტრადიციის მიხედვით მოგვიანებით მან გაიგო მამის საფლავის მდებარეობა და მშობლები ერთ საფლავში დაასაფლავა. ეს ამბავი მნიშვნელოვანია, რადგან მისი სწავლების ცენტრში იყო მშობლებისა და წინაპრების პატივისცემა. კონფუცი მიიჩნევდა, რომ ადამიანი, რომელიც ოჯახში თავის მოვალეობებს ასრულებს, უფრო მზადაა საზოგადოებაში პასუხისმგებლობისთვის. დაახლოებით 19 წლის ასაკში მან იქორწინა ქალზე, რომელსაც ჩვეულებრივ ლედიკი კიგუანი ეწოდებოდა. მათ ჰყავდათ ვაჟი, კონგლი და ერთი ქალიშვილი. მათი ოჯახის ცხოვრების შესახებ მხოლოდ მცირე ინფორმაციაა ცნობილი.
ოჯახის მხარდასაჭერად კონფუცი დაბალ თანამდებობებზე მუშაობდა ქონების მართვაში. ამბობენ, რომ ერთხელ მან მარფლეულის სათხოვი დაიცვა და ასევე ულიდა ცხოველებს ერთ გავლენიან ოჯახში. ეს თანამდებობები მაღალი არ იყო, მაგრამ სწორედ აქ ნახა მან, როგორ მუშაობს მთავრობა ყოველდღიურ ცხოვრებაში. მან ისწავლა, რომ კარგი მმართველობა ასევე დამოკიდებულია რიგითი მოხელეების პატიოსნებაზე. თუ მოსავლის აღრიც სხვა არასწორია, შეიძლება საკვები არ იყოს საკმარისი. თუ მარაგი მოიპარე, ჩვეულებრივი ადამიანი ითანჯება და როცა მოხელე საკუთარ სარგებელს აყენებს წინ, სწრაფად ირღვევა ნდობა მთავრობის მიმართ. მუშაობის პარალელურად კონფუცი განაგრძობდა ჯოუს დინასტიის ისტორიის, მუსიკის, პოეზიისა და რიტუალების შესწავლას. მას არ ცხვენოდა ეკითხა იმ ადამიანებისთვის, ვინც იცოდა ის, რაც მას ჯერ არ ესწავლა. ამის გამო ის ცნობილი გახდა როგორც ტრადიციებისა და სწორი ქცევის მცოდნე ადამიანი. თანდათანობით უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა მიდიოდა მასთან, რათა ესწავლათ მისგან. მისი ერთ-ერთი პირველი ცნობილი მოსწავლე იყო ძელო, ახალგაზრდა, რომელიც გამბედავი პირდაპირ და სწრაფად მოქმედი იყო. ის ხშირად სვამდა კითხვებს და ზოგჯერ თავის მასწავლებელსაც კი ეწინააღმდეგებოდა. მათი საუბრები აჩვენებს კონფუცის სწავლების მეთოდს. ის მხოლოდ გრძელ ახსნებს არ იძლეოდა. ის იყენებდა კითხვებს, მოკლე პასუხებს, მაგალითებს და რჩევებს, რომლებიც თითოეული მოსწავლის ხასიათს შეესაბამებოდა. კონფუცი თანდათანობით მასწავლებელი გახდა მას შემდეგ, რაც დაბალი რანგის მოხელე იყო. ის ასწავლიდა არა მხოლოდ რიტუალებსა და ტრადიციებს, არამედ სწორ ადამიანურ თვისებებსაც. მისთვის საშიში იყო ჭკვიანი ადამიანი პრინციპების გარეშე. ასეთი ადამიანი შეიძლება თავის ცოდნას გამოიყენოს მოტყუებისთვის, ქურდობისთვის ან ჩაგვრისთვის. ამიტომ კონფუციმ განათლება და კარგი ქცევა ერთმანეთისგან არ გამოყო. მან ასწავლა რენი, ანუ ადამიანური მოპყრობა სხვების მიმართ და ალი, ანუ სწორი ქცევა და პატივისცემა ოჯახში და საზოგადოებაში. მისთვის ასევე არასაკმარისია რიტუალი, რომელიც მხოლოდ იმისთვის სრულდება, რომ ადამიანი ღირსეულად გამოიყურებოდეს. აუცილებელია, რომ ამას აკეთებდეს ადამიანი ნამდვილი პატივისცემით და კეთილი განზრახვით. მისი ცოდნა ნელ-ნელა დაახლოა მას ლუს ოფიციალურ პირებთან და გავლენიან ოჯახებთან. მათ სჭირდებოდათ ადამიანები, რომლებიც კარგად ერკვეოდნენ ცერემონიებში, დიპლომატიურ პროტოკოლში და ჟოუს ტრადიციებში. თუმცა იმ დროს ლუს მთავრობას სამ ძლიერი საგვარეულო აკონტროლებდა: ზი, მენგი და შუ. ლუს მმართველი ტახტზე რჩებოდა, მაგრამ სამ ოჯახს დიდი გავლენა ჰქონდა სამხედრო ძალებსა და სამთავრობო გადაწყვეტილებებზე. კონფუცისთვის აშკარა იყო, რომ სწორი წესრიგი ირღვეოდა. მოხელეები ისე იქცეოდნენ, თითქოს მეფეები იყვნენ და რიტუალებს იყენებდნენ სიმდიდრისა და ძალაუფლების საჩვენებლად. მის 30-იან წლებში კონფუცი უკვე ცნობილი იყო, როგორც მასწავლებელი და ჟოუს ტრადიციების ექსპერტი. რამდენიმე გავლენიანი ოჯახის შვილი მასთან სწავლობდა. ასევე ის თან ახლდა მოხელეებს დიპლომატიასა და ცერემონიებთან დაკავშირებულ მოგზაურობებში. ამბობენ, რომ ის ლუოიანგში აღმოსავლეთ ჟოუს დედაქალაქში ჩავიდა. მიუხედავად იმისა, რომ სამეფო კარის ძალაუფლება შესუსტებული იყო, იქ მაინც ინახებოდა მნიშვნელოვანი ჩანაწერები, ტაძრები და ძველი ტრადიციები. კონფუცი აღფრთოვანებული იყო ჟოუს ადრეული მართლებით, განსაკუთრებით კი ჟოუს ჰერცოგით. ამბებში ჰერცოგზე ნათქვამია, რომ მან თავისი ძალაუფლება სამეფოს დასაცავად გამოიყენა და როცა დრო დადგა, მმართველობა სწორ მემკვიდრეს დაუბრუნა. კონფუცის ჟოუს ჰერცოგმა აჩვენა, რომ ადამიანს შეუძლია იყოს ძლიერი საკუთარი ამბიციების წინ წამოწევის გარეშე. ამ მოგზაურობას ასევე უკავშირდება ცნობილი ამბავი კონფუცისა და ლაოძის შეხვედრის შესახებ. ლაოძი ტრადიციულად ითვლება მნიშვნელოვან ფიგურად დაოიზმის ჩამოყალიბებაში. ეს არის ფილოსოფია, რომელიც ორიენტირებულია ცხოვრებაზე, რომელიც შეესაბამება დაოს, ანუ ცხოვრების ბუნებრივ გზას. ამბის მიხედვით, ლაოძიმ კონფუცი გააფრთხილა, რომ რიტუალი არანაირ მნიშვნელობას არ ატარებს, თუ ის მხოლოდ ფორმალურად სრულდება. ასევე მან გააფრთხილა კონფუცი, რომ მას ძლიერი მტერი ეყოლება, თუ ის გააგრძელებს მმართველების ცუდი ქცევის კრიტიკას. არ არის ზუსტად ცნობილი მართლაც შეხვდნენ თუ არა კონფუცი და ლაოძი ერთმანეთს, თუმცა ეს ამბავი მნიშვნელოვან გაფრთხილებას გვიჩვენებს. რთულია სისტემის გამოსწორება, როდესაც მისით სარგებლობილი ადამიანები ცვლილებას არ ისურვებენ. კონფუცი დაბრუნდა სახლში უფრო ფართო ცოდნით და უფრო მტკიცე რწმენით. მას აღარ სურდა მხოლოდ თავისი სტუდენტებისთვის ესწავლებინა. მას სურდა თავისი პრინციპები რეალურ მმართველობაში გამოეკენებინა. მაგრამ ამისთვის მას უნდა შეეჭედა იმ ოჯახებს, რომლებიც სიმდიდრესა და ძალაუფლებას უფრო აფასებდნენ, ვიდრე მოვალეობასა და სწორ ქცევას. კონფუცის მიზანი კიდევ უფრო გართულდა, როდესაც ლუს მთავრობაში თავად დაიწყო დაპირისპირება. ძველი წელთაღრიცხვის 517 წელს. ჰერცოგმა ჟაომ ლუს მმართველმა სცადა შეემცილებინა მმართველი ოჯახის ძალაუფლება. მაგრამ მას მხარი დაუჭირეს მენგისა და შუანგჯის ოჯახებმა. დუკის ჯარი დამარცხდა და ის იძულებული გახდა გაქცეულიყო მეზობელ ცის სახელმწიფოში. ტრადიციული გადმოცემით კონფუციც მას გაჰყვა.
ამ პერიოდს უკავშირდება ერთი ცნობილი ამბავი. მოგზაურობისას კონფუციმ დაინახა ქალი, რომელიც სასაფლაოსთან ტიროდა. ქალმა უთხრა, რომ ვეფხმა მოუკლა მისი დედამთილი, ქმარი და შვილი. კონფუციმ კითხა, რატომ რჩებოდა ის იქ. ესეთ საშიშ ადგილას ქალმა უპასუხა, რომ იქ სასტიკი მთავრობა არ იყო. ამის შემდეგ კონფუციმ თავის მოსწავლეებს უთხრა, რომ აცებელ ვეფხვზე უფრო საშიშია ჩაგვრელი მთავრობა. ეს მხოლოდ ნაწილია იმ ტრადიციისა, რომელიც მის ცხოვრებას უკავშირდება, მაგრამ მისი გაკვეთილი ნათელია. ხალხს შეუძლია აიტანოს საფრთხეც კი ვიდრე ჩაგვრელი მმართველი. ციხეში ჩასვლისას კონფუციმ სცადა პოზიციის პოვნა ჯინგის ჰერცოგის სახელმწიფოს მმართველის ქვეშ. ჰერცოგმა ნაწილობრივ მიიღო მისი რჩევები მმართველობის შესახებ. კონფუციმ განმარტა, რომ თითოეულმა ადამიანმა თავისი პოზიციის პასუხისგებლობა უნდა ითვირთოს. მმართველი უნდა იქცეს როგორც ნამდვილი მმართველი. მოხელე უნდა ემსახუროს როგორც მოხელე. შობელმა უნდა შეასრულოს თავისი როლი ოჯახში და შვილმა პატივისცემა უნდა იცოდეს. კონფუცისათვის საზოგადოებაში ქაოსი წარმოიშობა, როდესაც ადამიანი სხვის პოზიციას იკავებს ან საკუთარ მოვალეობას სწორად არ ასრულებს. თუმცა ცის მინისტრები მის თანდასწრებით თავს უხერხულად გრძნობდნენ. შესაძლოა მათ კონფუცი ახალი ადამიანად აღიქვეს, რომელსაც ჰერცოგზე გავლენის მოხდენა შეეძლო. მას არც დიდხანს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ მთავრობაში შესულიყო. ამის გამო ის დაბრუნდა ლუში და კვლავ სწავლებისკენ მიმართა ყურადღება. ამ პერიოდში მან კიდევ უფრო მეტად გაუსვა ხაზი რენს, ანუ ადამიანურ მოპყრობას სხვების მიმართ. კონფუცისთვის სიმდიდრესა და მაღალ პოზიციას მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუ ისინი ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო გზით იყო მოპოვებული. მისი მოსწავლეების რაოდენობაც მუდმივად იზრდებოდა. მის ერთ-ერთ ყველაზე მეტად დაფასებულ მოსწავლედ იან ხუი ითვლებოდა. მშვიდი და მშრომელი ახალგაზრდა ჰქონდა სწავლებს, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც იყენებდა მათ. კონფუცისთან სწავლობდა მისი საკუთარი ვაჟიც, კონგლი. ერთი მოთხრობის მიხედვით, კონგლის კითხეს აძლევდა თუ არა მამამისი საიდუმლო სწავლებებს. მან უპასუხა, რომ არა. სხვა სტუდენტების მსგავსად, მასაც მხოლოდ ურჩევდნენ შეესწავლა ძველი პოეზია და რიტუალები. ეს აჩვენებს კონფუცის რწმენას, რომ განათლება არ უნდა იყოს მხოლოდ საკუთარი ოჯახის ან საყვარელი სტუდენტისთვის განკუთვნილი. მთავარი არის ადამიანის მონდომება ისწავლოს. ის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ძველ ტექსტებს, რომლებიც ეხებოდა ისტორიას, პოეზიას, რიტუალებს, ცვლილებებს და ლუს მოვლენებს. შემდგომში ეს ტექსტები ცნობილი გახდა როგორც 5 კლასიკური წიგნი და გახდა განათლების მნიშვნელოვანი ნაწილი ჩინეთში. თუმცა ზუსტად არ არის ცნობილი, პირადად კონფუციუსმა მოაწესრიგა თუ დაწერა ეს ტექსტები. მაგრამ ცხადია, რომ მისი მიმდევრები იყენებდნენ და ასწავლიდნენ მათ როგორც ქცევის და მმართველობის გზამკვლევს. კონფუციუსი საკუთარ თავს არ მიიჩნევდა ახალი სისტემის გამომგონებლად. მან თავისი როლი დაინახა როგორც მნიშვნელოვანი სწავლებების გადამცემმა წარსულიდან. ის თვლიდა, რომ ძველი ჟოუს ტრადიციებში არსებობდა პრინციპები, რომლებიც შეიძლებოდა გამოყენებულიყო მისი დროის არეულ საზოგადოებაში წესრიგის დასამყარებლად. როდესაც მისი სკოლა ფართოვდებოდა, ლუში არეულობა გრძელდებოდა. ძალაუფლებისთვის იბრძოდნენ არა მხოლოდ ჰერცოგი და დიდი ოჯახები, ძლევამოსილი ოჯახების მსახურებიც კი აჯანყებას იწყებდნენ საკუთარი ბატონების წინააღმდეგ. ერთ-ერთმა აჯანყებულმა ლიდერმა კონფუცის შესთავაზა თანამდებობა. კონფუცისმა ცოტა ხნით დაფიქრდა ამ შესაძლებლობაზე, რადგან სურდა თავისი იდეების განხორციელება. მაგრამ მისმა მოსწავლემ ძილუმ შეახსენა, რომ მისი პრინციპების წინააღმდეგ იქნებოდა ემსახურა ადამიანს, რომელმაც ძალაუფლება მიითვისა. როდესაც აჯანყებულები დამარცხდნენ და ჰერცოგ დინგის მთავრობა კვლავ გაძვიერდა, კონფუცის მიეცა შესაძლებლობა ემსახურა. დაახლოებით ჩვენს ერამდე 500 პირველ წელს ის დანიშნეს ჟონგდუს ქალაქის მოხელედ, რომელიც ლუს სახელმწიფოში მდებარეობდა. არ არის ზუსტად ცნობილი, რამდენად დიდი იყო მისი რეალური ძალაუფლება. მოგვიანებით ამბებმა კიდევ უფრო გაადიდეს მისი მმართველობის წარმატება. თუმცა ტრადიცია აჩვენებს, რომ მან სცადა პრაქტიკულ სახელმწიფო სამსახურში გამოეყენებინა ის, რასაც დიდი ხანია ასწავლიდა. მან მნიშვნელობა მიანიჭა სწორ მმართველობასა და მკაფიო მოვალეობებს, ერთგულ მოხელეებსა და ლიდერებს, რომლებიც კარგ მაგალითს აძლევდნენ სხვებს. ის არ თვლიდა, რომ ერთი კანონი ან ერთი კარგი გამონათქვამი საკმარისი იყო მთელი სახელმწიფოს მოსაწესრიგებლად. კონფუცისის აზრით ლიდერობა რთულია, რადგან თითოეულ გადაწყვეტილებას ბევრი ადამიანის ცხოვრება ეხება. უფრო საშიშია ის ლიდერი, რომელიც ფიქრობს, რომ ძალაუფლების საუკეთესო ნაწილი ის არის, რომ არავინ ეწინააღმდეგება მას. ბოლოს კონფუცის მიეცა შანსი, დაემტკიცებინა თავისი სწავლებების სისწორე.
მაგრამ როცა მისი პოზიცია მაღდებოდა, ის უფრო და უფრო უახლოვდებოდა ლუს კონფლიქტის ცენტრს. მისი სურვილი დაებრუნებინა ძალაუფლება ლეგიტიმურ ლიდერისთვის, მალე შეეჯახებოდა სახელმწიფოს ყველაზე ძლიერ ოჯახთა ინტერესებს. როდესაც კონფუციის პოზიცია მაღდებოდა, მის პრინციპებს ყველაზე დიდი გამოცდა შეხვდა. დაახლოებით 500 წლით ადრე ჩვენს ერამდე ლუსსა და ცის ლიდერები შეხვდნენ, რათა მოეგვარებინათ მათი ხანგრძლივი კონფლიქტი. ეს ორი სახელმწიფო ერთმანეთის მეზობლად მდებარეობდა და არაერთხელ ჰქონდათ მიწისა და გავლენის გამო დაპირისპირება. ლუს ჰერცოგ დინს კონფუცისი თან ახლდა როგორც მრჩეველი. რადგან შეხვედრა ცის ტერიტორიაზე უნდა გამართულიყო, კონფუცისმა იეჭვა, რომ შეიძლებოდა მათი ლიდერი დაეშინებინათ ან დაეძალებინათ. ამიტომაც ურჩია მან, რომ ლუსაც თან წაეყვანა ოფიციალური პირები, რომლებსაც შეეძლებოდათ მათი დაცვა. ტრადიციული გადმოცემის მიხედვით შეხვედრის დროს ორი ჰერცოგის წმაშე შეიარაღებული წარმოდგენა გაიმართა. კონფუცისმა გააპროტესტა ეს, რადგან წარმოდგენა შეიძლებოდა გამოყენებულიყო ლუს დელეგაციის შესაშინებლად. მან დაჟინებით განაცხადა, რომ დიპლომატიური შეხვედრა პატივისცემითა და ნათელი მიზნებით უნდა ჩატარდეს. შეხვედრა ბრძოლების გარეშე დასრულდა. ამბობენ, რომ ციმ ლუსთვის ადრე წართმეული ტერიტორიებიც დააბრუნა. შესაძლებელია, რომ მოგვიანო მთხრობელებმა კონფუცისის როლი გაადიდეს. თუმცა აშკარაა, რომ მისი გავლენა მთავრობაზე გაიზარდა. ტრადიციის მიხედვით მან მიაღწია პოზიციას, რომელიც პასუხისგებელი იყო კანონზე და წესრიგზე. მოგვიანო მოთხრობებში ლუ აღწერილია, როგორც უფრო უსაფრთხო და დისციპლინირებული ადგილი მისი მმართველობის დროს. რთულია ზუსტად განსაზღვრო, რამდენად დიდი იყო მისი რეალური ძალაუფლება. თუმცა კონფუცის მიეცა შესაძლებლობა, რომ თავისი იდეები პრაქტიკულად გამოეცადა სახელმწიფო სამსახურში. ის თვლიდა, რომ მხოლოდ სასჯელი არ არის საკმარისი დანაშაულის აღსაკვეთად. თუ მორჩილების ერთადერთი მიზეზი შიშია, ადამიანები შეიძლება თავიდან აიცილონ სასჯელი, მაგრამ ვერ ისწავლიან, რომ ცუდი საქციელი უნდა შერცხვეთ. კონფუცისთვის უფრო მტკიცე იყო, წესრიგი მოდის ლიდერის კარგი მაგალითიდან და მოქალაქეების განათლებიდან. ამასთან ერთად მან მხარი დაუჭირა გეგმას, რომლითაც ლუს სამ დიდ საგვარეულოს ძალაუფლება უნდა შემცირებულიყო. მათ საკუთარი არმია და გალავნიანი ქალაქები ჰქონდათ, რაც შეიძლებოდა ჰერცოგის წინააღმდეგ გამოეყენებინათ. გეგმის მიზანი იყო ზოგიერთი გალავნის დანგრევა და საგვარეულოებისათვის იმ შესაძლებლობის დართმევა, რომ დამოუკიდებელი მთავრობის მსგავსად ემოქმედათ. ზოგმა დათანხმდა, მაგრამ სხვები წინააღმდეგ წავიდნენ. ვერ მოხერხდა ყველა გავლენიანი ოჯახის სრულად დამორჩილება. ამანაჩვენა კონფუციის სწავლებების საზღვრები. ადვილია იმის თქმა, რომ თითოეულმა ადამიანმა თავისი მოვალეობა უნდა შეასრულოს. ბევრად რთულია ამის განხორციელება, როცა ადამიანს საკუთარი ქონება აქვს. არმია და ტერიტორია აქვს იმ მოხელეებს, რომლებსაც დისციპლინა სჭირდებათ. მალე კონფუცის გავლენაც გააკრა ლუს კარზე. ერთ-ერთი ცნობილი ისტორიის მიხედვით, ციმ ლუს მმართველებს შესანიშნავი ცხენები და მოცეკვავეები გაუგზავნა საჩუქრად. ამბობენ, რომ ჰერცოგი და მოხელეები გართობაში ჩაერთმენ. შედეგად მათ თავიანთი მოვალეობი დაივიწყეს. კონფუციმ დაინახა, რომ მათ აღარ ჰქონდათ სერიოზული სურვილი შეეცვალათ მმართველობა. ამიტომაც წავიდა ის. შესაძლოა ნამდვილი მიზეზი უფრო რთული იყო. შესაძლოა მან დაკარგა მხარდაჭერა იმის გამო, რომ ვერ შეძლო კლანების ძალაუფლების შემცირების გეგმის განხორციელება. რაც არ უნდა მომხდარიყო ზუსტად, დასრულდა მისი მაღალი თანამდებობის მოკლე პერიოდი. კონფუცი თავის 50-ების შუა ხანებში იყო, როდესაც დატოვა ლუ თავისი რამდენიმე მოსწავლესთან ერთად. დაიწყო ხანგრძლივი მოგზაურობა. ეს მოგზაურობა გახდა მისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწილი. ისინი მიდიოდნენ სხვადასხვა სახელმწიფოებში, რათა ეპოვათ ლიდერი, რომელიც მოусმენდა მის რჩევებს. იმ ადგილებს შორის, რომლებიც მათ მოგზაურობას უკავშირდება, არის ვეი, სონგი, ჩენი და ცაი. ამ პერიოდის შესახებ ბევრი ამბავი დაიწერა მოვლენების შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში. შესაძლებელია, რომ მთხრობლებმა ერთმანეთში აურიეს ნამდვილი მოგზაურობა, ლეგენდები და სწავლებები, რომლებიც ძველ პოეზიაში ემოცემული. რაც ნათელია, ის რამდენიმე წელი ცხოვრობდა ლუს გარეთ და ვერ იპოვა მმართველი, რომელიც მზად იქნებოდა მისი პროგრამის განხორციელებისთვის. პირველი ადგილი, სადაც ის წავიდა, იყო ვეი, სახელმწიფო, რომელიც ლუს დასავლეთით მდებარეობდა. ლიდერმა მას მიიღო და მისცა შესაძლებლობა რჩევა მიეცა. მაგრამ მას ასევე შეხვდნენ ეჭვით ის ოფიციალური პირები, რომლებიც შიშობდნენ, რომ გავლენას დაკარგავდნენ, თუ მისი პოზიცია გაძლიერდებოდა. კონფუციუსი წავიდა, მაგრამ რამდენჯერმე დაბრუნდა ვეიში. მისი მდგომარეობა მყარი არ იყო, რადგან სახელმწიფოში ლიდერობასა და ძალაუფლების მემკვიდრეობაზე საკუთარი პრობლემები ჰქონდათ. კიდევ ერთ მოგზაურობაში მას გზა გადაუკეტეს ადამიანებმა, რომლებმაც ის შეცდომით იანქუდ ლუდან ყოფილ მეამბოხეს მიიჩნიეს. არსებობს სხვა მოთხრობებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ის თითქმის მოკლეს, დააპატიმრეს ან მტრებმა ალყაში მოაქციეს. თითოეული მოვლენის დამტკიცება რთულია. თუმცა ეს ისტორიები აჩვენებს, რომ მოგზაურობა სახიბათო იყო იმ პერიოდში, როდესაც მრავალი სახელმწიფო ომობდა და მთელ ჩინეთზე ერთი მთავრობა არ აკონტროლებდა.
საფრთხის მიუხედავად, კონფუცის სწავლების გაგრძელებას არ თხოვდა. მისი საუბრები მხოლოდ სკოლაში აღარ ტარდებოდა. ის ასწავლიდა სიარულისას, დასვენებისას, შიმშილისას ან დახმარების მოლოდინში. აქ გამოიცადა შეძლებდა თუ არა საკუთარი პრინციპების დაცვას, მაშინ როცა არ ჰქონდა არც თანამდებობა, არც ფული და არც გარანტია. იყო შემთხვევები, როცა მის მოსწავლეებს იმედედი ეწურებოდათ. მათ კითხეს, ჰქონდა თუ არა აზრი კეთილზნეობრივად დარჩენას, როცა ცუდი ადამიანები იყვნენ თანამდებობებზე. კონფუცისთვის სიკეთე მხოლოდ სამსახურის ან ჯილდოს მიღების საშუალება არ იყო. ეს მოვალეობა, რომელიც უნდა შეინარჩუნო, თუნდაც მაშინვე არ მიაღწიო წარმატებას. ადამიანს შეიძლება თანამდებობა დაკარგოს, მაგრამ თავისი პრინციპების დათმობა არ ჭირდება. კონფუცი და მისი მოსწავლეები ყოველთვის არ თანხმდებოდნენ ერთმანეთს. ხშირად მას კითხვებს უსვამდა ძილო. სხვა მოსწავლეები კი ისეთ მმართველებთან შევიდნენ სამსახურში, რომლებიც სრულად არ იზიარებდნენ მათი მასწავლებლის სწავლებებს. ეს აჩვენებს, რომ კონფუციანური სკოლა ერთნაირად მოაზროვნე ადამიანთა ჯგუფი არ იყო. მათ განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ იმაზე, თუ რა იყოს სწორი გზა არეულ მთავრობაში სამსახურის გასაცევად. ბოლოს კონფუცი შეწყვიტა მაღალი თანამდებობის ძიება. მისთვის უფრო მნიშვნელოვანი გახდა სწავლება და ძველი სწავლებების შენარჩუნება. ძველი წელთაღრიცხვის 484 წელს მას ნებადართეს დაბრუნებულიყო ლუში. ის უკვე მოხუცი იყო და მრავალი წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც მას რეალური გავლენა ჰქონდა მთავრობაზე. იგი მიიღეს როგორც პატივსაცემი მასწავლებელი და ხანდახან როგორც მრჩეველი, მაგრამ მას აღარ დაუბრუნეს ის ძალაუფლება, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ესწრაფოდა. თვით მისი ზოგიერთი სტუდენტიც კი, რომლებიც სამთავრობო სამსახურში იყვნენ, ყოველთვის არ მისდევდნენ მის რჩევებს. კონფუციუსმა დარჩენილი დრო ძველი ტექსტების სწავლასა და სწავლებაში გაატარა. ტრადიციულად მას უკავშირებენ გაზაფხულისა და შემოდგომის ანალებს, ლუს მნიშვნელოვანი მოვლენების მოკლე ჩანაწერს. დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ სწორედ მან დაარედაქტირა ეს ჩანაწერი და ფრთხილად შერჩეული სიტყვებით აქებდა ან გმობდა მონაწილეებს. მეცნიერები დღემდე დაობენ, რამდენად დიდი იყო მისი ნამდვილი როლი. ასევე მას უკავშირებენ ცვლილებების წიგნს და სხვა ძველ წიგნებს. უფრო უსაფრთხოა ითქვას, რომ ეს ტექსტები მნიშვნელოვანი იყო მის გარშემო ჩამოყალიბებული სკოლისათვის, ვიდრე ვივარაუდოთ, რომ თავად დაწერა ან დაარედაქტირა ისინი. მისი ასაკის მატებასთან ერთად მას პირადი დანაკარგებიც მოჰყვა. გარდაიცვალა მისი შვილი კონგ ალი. ძილუ მოკლეს, როცა ვეის ემსახურებოდა ძალაუფლების სასტიკი ბრძოლის დროს. მაგრამ ყველაზე მძიმე კონფუცისთვის იყო იან ჰუის, მისი სტუდენტის, რომელსაც ძალიან აფასებდა გარდაცვალება. იან ჰუი მშვიდი, მშრომელი და სწავლისთვის მზად იყო, მიუხედავად იმისა, რომ მისი ცხოვრება რთული იყო. კონფუცი იმედოვნებდა, რომ ახალგაზრდა მოწაფე მის სწავლებებს გააგრძელებდა. ანალექტების მიხედვით კონფუციმ ღიად გამოხატა თავისი დიდი მწუხარება იან ჰუის დაკარგვის გამო. სერიოზული მასწავლებლის სახის უკან იდგა მოხუცი კაცი, რომელმაც თანდათან დაკარგა მისთვის ყველაზე ახლობელი ადამიანები. კონფუცი გარდაიცვალა 479 წელს. ჩვენს ერამდე დაახლოებით 72 წლის ასაკში. მან ვერ იხილა თავისი იდეების ფართო წარმატება. მისი გარდაცვალების დროს ის მხოლოდ ცნობილი მასწავლებელი იყო ლუდან, რომელსაც ვერ შეუსრულდა მთავრობის შეცვლის სურვილი. მას არ დაუფუძნებია სამეფო. მას არ ყავდა დიდი არმია და არ ყოფილა თავისიდვისი დროის ყველაზე ძლიერი მოხელე. მაგრამ მისმა მოსწავლეებმა გააგრძელეს მისი საქმე. ისინი სხვადასხვა სახელმწიფოში წავიდნენ, რომ ესწავლებინათ და ემსახურათ როგორც მოხელეებს. მათი ახსნა მასწავლებლის სწავლებების შესახებ ერთნაირი არ იყო. დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა სხვადასხვა ჯგუფი, რომელთაგან თითოეული აცხადებდა, რომ ისინი იყვნენ კონფუცის ნამდვილი მემკვიდრეები. ამ ტრადიციებიდან გაჩნდა მომდევნო დიდი კონფუციანელი მოაზროვნეები. მათ შორის იყვნენ მენციუსი, რომელმაც ასწავლა, რომ ადამიანს ბუნებრივად აქვს სიკეთის კეთების უნარი, და სუნძი, რომელმაც მეტი ყურადღება გაამახვილა განათლებასა და დისციპლინაზე. ამასობაში ჩინეთში პოლიტიკა კიდევ უფრო ძალადობრივი გახდა. დასრულდა გაზაფხულისა და შემოდგომის პერიოდი და დაიწყო ომიანობის სახელმწიფოების პერიოდი, როდესაც დიდი სამეფოები სრულ ძალაუფლებაზე იბრძოდნენ. ძველი წელთაღრიცხვის 221 წელს ცინმა ჩინეთი გაერთიანა. ცინის მთავრობამ გამოიყენეს მკაცრი კანონები, მძიმე სასჯელები და ცენტრალიზებული კონტროლი. ცინში ხუანის მმართველობას ასევე უკავშირებენ ზოგიერთი წიგნის დაწვასა და სწავლულების დასჯას. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი მასშტაბი სადავოა, ცინის დინასტია მხოლოდ მცირე ხანს იარსება. მას ჩაანაცვლა ჰანის დინასტიამ, რომელმაც ჩინეთში რამდენიმე საუკუნე იმეფა. ჰანის მმართველობის პერიოდში კონფუციანურ ტრადიციასთან დაკავშირებული ტექსტები თანდათან მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა მთავრობისთვის. ისინი გამოიყენებოდა მოხელეების განათლებაში და იმპერატორის როლის ხაზგასასმელად. ჰანის დინასტიამ მხოლოდ კონფუციუსის სწავლებები არ მიიღო. მთავრობამ გააერთიანა კონფუციანური მორალური ენა, მკაცრი კანონები, რიტუალები და პრაქტიკული კონტროლის მეთოდები.
თუმცა კონფუციუსი გახდა განათლებული და სამართლიანი მმართველობის მთავარი სიმბოლო მომდევნო დინასტიებში და მისი გავლენა კიდევ უფრო გაიზარდა. კონფუციანური კლასიკური ტექსტები სამოქალაქო სამსახურის გამოცდების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა. ეს გამოცდები გამოიყენებოდა იმპერიის მოხელეების შესარჩევად. ეს სისტემა კიდევ უფრო გაძლიერდა სუნის დინასტიის პერიოდში. გამოცდების მეშვეობით მრავალი თაობის სწავლულები სწავლობდნენ ოჯახურ ვალდებულებებს, სწორ ქცევას, ისტორიასა და მმართველობას. კონფუციანური ტრადიციის მიხედვით. ეს იდეები ასევე გავრცელდა კორეაში, იაპონიაში, ვიეტნამში და აღმოსავლეთ აზიის სხვა ნაწილებში. თითოეულ საზოგადოებას ჰქონდა საკუთარი ვერსია. კონფუციანური იდეები გამოიყენებოდა განათლებაში, სახელმწიფო სამსახურში, ოჯახურ ურთიერთობებსა და წინაპრების პატივისცემაში. პატივისცემასთან ერთად მისმა იდეებმა ძლიერი წინააღმდეგობაც განიცადა. იყვნენ კრიტიკოსები, რომლებიც ამბობდნენ, რომ კონფუციანურმა ტრადიციამ გააძლიერა უფროსებისადმი გადაჭარბებული მორჩილება, კაცრი სოციალური იერარქია და ქალების შეზღუდული როლი. სხვადასხვა ეპოქაში მმართველებიც იყენებდნენ მოვალეობასა და პატივისცემაზე დაფუძნებულ სწავლებებს წინააღმდეგობის შესაკავებლად. მე-20 საუკუნეში ზოგი ჩინელი რეფორმატორი ძველ კონფუციანურ სისტემას ადანაშაულებდა ქვეყნის ცვლილებების ნელ ტემპში. კულტურული რევოლუციის პერიოდში შეუთიეს მის რეპუტაციას და ბევრი ტრადიცია, რომელიც მას უკავშირდებოდა, ახალ საზოგადოებაში დაბრკოლებად მიიჩნიეს. თუმცა მისი გავლენა სულად არ გამქრალა. მისი განათლების შესახებ იდეებს კვლავ სწავლობდა ოჯახის პატივისცემა, პირადი დისციპლინა და ლიდერების პასუხისმგებლობა. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც კონფუციუსმა დატოვა, არ იყო სრული კანონი ან ერთი პოლიტიკური სისტემა. მან დატოვა კითხვა, რომელიც დღემდე მნიშვნელოვანია. შესაძლებელია თუ არა კარგი მმართველობის არსებობა, თუ მმართველებს არ აქვთ ღირსეული ხასიათი. კონფუციუსისთვის ძალაუფლება საკმარისი არ არის, რომ იყო ნამდვილი ლიდერი. უნდა იცოდეს, როგორ მოусმინოს და ისწავლოს. პატივისცემა უნდა ჰქონდეს მოვალეობებისადმი და უნდა იყოს კარგი მაგალითი. სიცოცხლეში ვერ შეძლო ჩინეთის შეცვლა, მაგრამ მასწავლებელი, რომელსაც არაერთხელ უარი უთხრეს მმართველებმა, საბოლოოდ გახდა სტანდარტი, რომლითაც აფასებდნენ მათ მმართველობას. სწორედ აქ ჩანს მისი ცხოვრების პარადოქსი. ვერ შეძლო ისეთი მთავრობის პოვნა, რომელიც სრულად მიყვებოდა მის სწავლებებს, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ მისი იდეები დაეხმარა მთავრობების ჩამოყალიბებას. სკოლებსა და ოჯახებს აღმოსავლეთ აზიაში 2000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.